მშვიდობისა, ეთერში მგვალი მაგიდაა ნინო მაჭარაშვილთან, სალომე უგულოვასთან და ირაკლი კიკნაველიძესთან ერთად. დღეს პროტესტის 73 დღეა. ჩვენს უახლეს ისტორიაში მსგავსი მასშტაბისა და ხანგრძლივობის საპროტესტო მოძრაობა არ გვახსოვს. ყოფილა ხალხმრავალი აქციები, ყოფილა ხანგრძლივი პროტესტიც, მაგრამ რეალობა, სადაც რუსთაველი ყოველდღე იკეტება, საქართველოს ბევრ ქალაქში პარალელური აქციებია. ამის პარალელურად ხელისუფლება რეპრესიულ აპარატს ყოველდღიურად აძლიერებს და ავტორიტარულ ზვირს ქმნის, ამას კი უკუ შედეგი აქვს და ხალხი მაინც გამოდის ქუჩაში, არ გვახსოვს. დღეს უბრალოდ აქციაზე გასვლა, არა თუ რამე კონკრეტული მოქმედება, უბრალოდ აქციაზე გასვლა იმ რისკის გააზრებით ხდება, რომ საღამოს სახლში შეიძლება ვერ დაბრუნდეს, შეიძლება დაგიჭირონ, გაწამონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, გაგძარცვონ, უზარმაზარი ჯარიმა აკიდონ, ხალხი კი მაინც გამოდის. ეს რეალობა ბევრ კითხვას აჩენს, მათ შორის იმაზე, საით მიდის ეს პროცესი. რეჟიმის მხრიდან ყველა მხრიდან რეპრესიის გაძლიერება მისი სიმშვიდისა და ძალის გამოსხივების შედეგია თუ პირიქით რეაქცია იმაზე, რასაც ვერ აკონტროლებს, ვერ ერევა და ქაოტურად მოქმედებს. ორივე ამ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს და მეტიც შეიძლება ეს ორივე ერთდროულად იყოს მართალი. სად არიან ამ დროს პოლიტიკური პარტიები, რას აკეთებენ ამ პროცესში და აქვთ თუ არა მეტი ჩართულობის შესაძლებლობა, საჭირო არის თუ არა მათი მეტი ჩართულობა, რას პასუხობთ სახელმწიფო პროპაგანდას და სად აქვს სივრცე პროტესტს, რომ გაფართოვდეს მეტი ადამიანი ჩაერთოს მასში. აი ამ მრავალ თემაზე ვიმსჯელებ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით ზურა, დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან ეთერში. ბევრი თემა ჩამოთვალეთ, ირაკლი მას ახსენა, რაზეც გვინდა დღეს საუბარი. მოდით დავიწყოთ ზოგადად პროტესტის დინამიკის შეფასებით. 73 დღე და უდავოა, რომ ეს არის რაღაც უნიკალური და წარმატებული უკვე ამ აზრით თუნდაც, მაგრამ ზოგადი ვითარება რომ შევაფასოთ, რის მხარეს არის ახლა ინიციატივა, სად არის პროტესტი, სად არის რეჟიმი დღეს? თავისთავად ცხადია ის, რომ 73 დღე არის ერთ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ პროტესტს სხვა შედეგებიც აქვს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ დღეებს ითვლის, ამ პროტესტის დამსახურება მნიშვნელოვანია და მეტწილად, ჩემი აზრით, ის, რომ არჩევნების შედეგები და ლეგიტიმურობა არც ამ პარლამენტის, არც მთავრობის, არც ყაველაშვილის არავის არ უღიარებია. უშუალოდ არჩევნების დღის შემდეგ რამდენიმე აღიარება რაც იყო, მოკოტა, მაგის შემდეგ გაჩერდა და არავინ მათ აღარ აღიარებს. ამ პროტესტის დამსახურება ის, რომ ევროკავშირმა შეწყვიტა ოცნებასთან მაღალი რანგის შეხვედრები, ამ პროტესტის დამსახურება ყველა ის სანქცია, რომელიც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებმა დაადეს ოცნების სხვადასხვა წარმომადგენლებს და ასე შემდეგ. ამიტომ კი ეს პროტესტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, ეხლა რაც ხდება ამ ქვეყანაში და ამ პროტესტზე დგას საბოლოო ჯამში ყველაფერი, მათ შორის იმედიც გამარჯვების დგას ამ პროტესტზე. დინამიკა როგორია? ზოგადად ეს პროცესი ვერ გაჩერდება ერთ ადგილას, ამას ექნება ან აღმავალი ვექტორი, ან ექნება დაღმავალი ვექტორი. ერთ ადგილას ვერ იდგება ვერც ერთ შემთხვევაში. შეიძლება იყოს ტალღები, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით, რაც იგრძნობა მათ შორის რუსთაველზე და რაც ყველა ლაპარაკობს, არის ის, რომ განცდა გაჩნდა, რომ რაღაცა თითქოს გაჩერდა. ეს ამბავი პლატოზე შედგა. თუმცა ამ პლატოსგან დაძურა გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული აპარატის გაძლიერება. და ასეთი ტემპით და ასეთი სიმძაფრით დამძიმება, აი რეაქციულია, პროტესტზე რეაქცია თუ ეს არის გეგმაზომიერი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდათ, აი ერთგვარი ბლიცკრიგი, რაც დაიწყეს ხო ევროკავშირზე უარის თქმით და მიყავთ ბოლომდე ხა. ხო, მე არ მგონია რომ ეგ ერთმანეთს გამორიცხავდეს, ანუ რეაქციული შეიძლება იყოს და შეიძლება გეგმაშიც იყო და უბრალოდ დააჩქარეს და სწრაფად აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით ის, რაც რუსეთში ხდებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სადაც შედარებით უფრო ნელ-ნელა უჭერდნენ, აქ ჩვენთან ეხლა მიდის ძალიან დაჩქარებული. სუსტია თუ არა ის, რომ ასე სწრაფად უწევთ, ეს არის საინტერესო ალბათ. მე არ მიყვარს ხოლმე საუბარი იმაზე, რაღაცა ეხლა იმათ ძალიან უჭირთ და ჩამოშლის პირას არიან, თუ პირიქით ამბავი. არც ერთზე გვაქვს საკმარისი ინფორმაცია და არც მეორეზე გვაქვს. რაზეც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, სინამდვილეში არის ის, რომ იმდენად ჩაკეტეს სისტემა, რომ იქიდან ინფორმაცია საკმარისი არ გამოდის. გვაქვს რაღაცა ინფორმაციები, რაღაცები სხვადასხვა სტრუქტურებიდან რაღაც ინფორმაციები ჟონავს, მაგრამ ჩემი აზრით ერთი ჯერ ეს ინფორმაცია არ არის საკმარისი და მეორე ეს არ არის სანდო ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება ენდო, იმიტომ შეიძლება თვითონ ჟონავდნენ რაღაც ინფორმაციას თვითონ უშვებდნენ. ხო, ამიტომ მაგაზე მსჯელობა ჩემი აზრით არის რთული. თუმცა თვითონ როგორ აღიქვავენ, მაგრამ ისინი როგორ ხედავთ
ეგ არ წყვეტს ხომ? იმას რაზე ჩვენ საუბრობთ. იმათ რეალურ მდგომარეობაზე მსჯელობა არის ძალიან რთული და ვერც ძალიან დიდი დიაპაზონია, ვერც იმას გამორიცხა, რომ ძალიან ძიმე მდგომარეობაში იყვნენ ამ წუთისთვის და რაღაცა არ ვიცი, შეიძლება ჩამოშლამდე დღეები და კვირები იყოს და შეიძლება არც არაფერი არ ჭირდეს, ძალიან კარგად აზროვნდნენ თავს და ეს რაღაცა მონოლითი, რომელსაც ჩვენ ხედავთ გარედან, რომელსაც ისინი ცდილობენ რომ დაგვანახონ, შეიძლება მართლაც იყოს ყარი. ამიტომ რამდენიმე დღეს ჩამოიშალოთ, ეგ რეალობაც არის, ხო? ყველანაირი შესაძლებლობა არის, ყველანაირი დიაპაზონია, რაც შეიძლება სინამდვილეში ხდებოდეს ამ რაღაცა ჩაკეტილი სისტემის უკან. ეგეთი მაგალითები არსებობს მსოფლიო ისტორიაში, როცა კონსოლიდირების პიკში შეიძლება ჩამოიშალოს რეჟიმი თავისთავად, მაგის შეფასება არ გვაძლევს მომავლის წინასწარმეტყველების საშუალებას, მაგრამ რასაც ცდილობენ გასაგებია, ხო? შიშის დანერგვა და თან ერთგვარი ზვავის ეფექტით, ხო? მათ შორის აკრძალვების ასეთი დოზით მოწოდება, რომ მედიაში მომუშავე ადამიანებიც კი რთულად ვეწევით ხოლმე ამ შინაარს, იმ მიზანსაც ემსახურება, რომ როცა ადამიანი აქციაზე გავა, განუთვლელი იყოს მისთვის, რა არის კანონიერი და რა უკანონო. როგორ დაინტერპრეტირდება კიდევ ცალკე თემა, შეიძლება ტროტუარზე იდგე და მათივე დაწერილ ნორმებში ეტეოდე, აი როგორც იქ მოხდა თბილისი მოლთან, პოლიციამ იგითითებდეს, საით წახვიდე და ნუ მაინც დაგაკავდა და გაჯარიმონ, მაგრამ ამ განუთვლელობის და ზვავის ეფექტის ამოცანა არის მასობრივი დაშინება, ხო, მასეა. როგორ არ უნდა იმუშაოს და რა შეიძლება შეუპირისპირდეს ამას და ინიციატივა როგორ უნდა გადმოვიდეს კიდევ უფრო მეტად აქეთ მხარეს, იმიტომ რომ ეს ინიციატივაც ზოგჯერ მოძრაობს, ეგეთ საბეჭდილება იქმნება. ნუ ეხლა რასაც აკეთებენ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დადის იქამდე, რომ ბოლო ბრძოლის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ხელში არის, იმის გამო რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ას დამოუკიდებელი ინსტიტუტები, სადაც შეიძლება ადამიანმა იბრძოლოს საკუთარი უფლებისთვის, საკუთარი თავისუფლებისთვის, ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეგ გქონდა ჩვენ ყოველთვის მათ შორის ყველა მთავრობის პირობებში შეგეძლო რაღაცები გაგეპროტესტებინა, შეგეძლო გეგინებინა, რასაც გინდა, როგორც გინდა ისე გამოთქვამდი და ეგ იყო ჩვენი მთავარი ძოლის იარაღი და ნუ მათ ეს სისტემა მის გაიაზრა და ეხლა რა რეგულაციებსაც იღებენ, არის ყველაფერი მართული მაგისკენ, რომ შენ არ მოგეცეს პროტესტის საშუალება და არ მოგეცეს თავისუფლად გამოხატო საკუთარი აზრები, მათ შორის თუნდაც შეურაცხყოფელი აზრები ვიღაცების მიმართ. მაგასთან ბრძოლის გზები არის ის, რომ ადამიანები ახერხებენ ადაპტირებას მაგასთან გაჩნდა უკვე დღეს მეორე ლექსი წავიკითხე ისეთ თან სასაცილო რო არის და თან რომ მოგწონს როგორ გამოხატავენ ადამიანები თან ვითომ ეს არის ლექსი რომ თან აზრს გადმოცემს რის თქმა უნდა დღევანდელ იმაზე de facto ხელისუფლებაზე მაგასთან ადაპტირება შესაძლებელია არამე არ მგონია რომ მაგან ამ ქვეყანაში ვინმე გააჩეროს ბევრად უფრო რთულმა რაღაცებმა ვერ გააჩერა ეს ხალხი მათ შორის გადამულად რამდენიმე ღამის განმავლობაში ადამიანების წამებამ ვერ შეძლო ადამიანები გააჩერებინ ამიტომ ის რომ ეხლა არ არის საკითხი არ არსებობს ამის პარალელურად სახში მაგის გამო ჩემი აზრით ხო ანუ ცენზურა ერთი ნაწილია მაგრამ შიშს ქმნის ამ შიშის დანერგვის მიზანს ემსახურება მთლიანობა ხო დაწყებული სახში შევარდნით ადამიანების იქ შეურაცხყოფით გაშიშვლებით ასეთ შემთხვევებიც იყო მათ შორის ქალებზე იქ რაღაცა ბუქნის გაკეთებას თხოვდნენ აქციაზე პოლიცია მოდის და გაშინებს შეურაცხყოფას გაყენებს მთელი პაკეტი არის შექმნილი გარდა სასამართლო თუ საკანონმდებლო კომპონენტისა და ამასთან შეპირისპირებაში რა არის სწორი ანუ ამაზე რო ვისაუბროთ და მათ შორის რა უნდა გაკეთდეს ერთმანეთის გასაძლიერებლად სხვა ჯგუფის მხრიდან. ხო და დღეს დილით დავწერე მაგაზე რომ ჩემი აზრით პირველი რაც არის გასაკეთებელი არის რომ გასააზრებელი რომ ეს არის ჩვეულებრივი ომი და ჩვენ ახლა ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში მიუხედავად იმისა რომ ახლა რუსები ტანკებით არ არიან ამ წუთში თბილისში შემოსულები ჩვეულებრივი ომის მდგომარეობა რუსებს ხელში აქვს აღებული ძალაუფლება და ტრაგიკულობა სიტუაციის მდგომარეობს იმაში რომ ჩვენივე გადახდილი გადასახადები ჩვენთვის წართმეული ფულით და დოლარით აფინანსებენ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას რომელიც ხორციელდება ბევრ სხვადასხვა ფრონტზე ეს ეხება ძალოვნების და კუნთების გამოყენებას, ეს ეხება პროპაგანდას, ეს ეხება სასამართლოს და ასე შემდეგ. ანუ ყველა ინსტიტუტი არის რუსების ხელში, ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ჭირდებათ მათ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და მათ შორის ჩემი აზრით რამდენიმე მიმართულება პირდაპირ რუსებს აქვთ ჩაბარებული, ამას ესე ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ძალიან
ძალიან გავს რომ რუსები აკეთებენ ამას და არ აკეთებენ ამას ვიღაცები აქ არ იფიქრებენ ხშირად ანალოგიები ხედავთ ხოლმე და გონია რომ რაღაც აი პირდაპირ დაკოპი პეისტებული გადმოღებულია მე ამ გონია რომ გადმოღებულია მე მგონი იგივე ხალხი ვინც ეს გააკეთა რუსეთში იგივე ხალხი მართავს კონკრეტულ სტრატეგიულ მიმართულებას აქაც ამ ქვეყანაში მათ შორის იქნება ეს უშიშროება იქნება ეს აქციების დარბევა თუ იქნება ეს პროპაგანდა გონია რომ ამას კონკრეტულად რუსები მართავენ ეგ არის რეალობა რომელიც უნდა გვახსოვდეს თუ მე რაც მაღიზიანებს ხოლმე არის ის რომ როცა წნეხი არის ხოლმე და რაღაც საშინელებებს ჩადიან მაგ დროს ხდება ხოლმე რაღაცნაირი გამოღვიძება და უცებ ხედავ ხოლმე რომ ყველა აღშფოთებულია ყველა ქუჩაში გარბის საკმარისია ოდნავ შეარბილონ რაღაცა და ცოტა ხანი მიჩუმდნენ და რაღაცა ადამიანების დიდი ნაწილი გადადის ხოლმე რაღაც შეულებრივი ცხოვრების რეჟიმში ხო ერთი პრობლემა მგონია ეგ რომ ეგ უნდა გავიაზროთ რომ ამ ომში მანამ სანამ ამათ არ დავამარცხებთ და არ გავყრით მანამდე არაფერი არ დასრულებულა და არ უნდა გავჩერდეთ და არც ბრაზმა უნდა გავიაროს და არც უნდა შევისწენოთ და არც არაფერი. ერთი პრობლემა მგონია ეგ. მეორე პრობლემა მგონია, მეორე გასაკეთებელი რაც მგონია არის ის, რომ ჩემი აზრით თუ რამეს ბევრ რაღაცებს ვისმენ და რუსთაველზეც ვისმენ ბევრ რაღაცებს, სოციალებში ვკითხულობ ბევრ რაღაცებს, ტელეეთერებიდან ვისმენ ბევრ რჩევებს, რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით თუ რა არის გასაკეთებელი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ასე შემდეგ. რაღაცნაირად განცდა დამჩა თითქოს ჩვენ ვიყოფებით რაღაცა უნიკალურ სიტუაციაში, რომ მსგავსი დედამიწაზე არ ყოფილა და არ არის ეგრე. გასაგებია, რომ საქართველოში ხა ამ რეჟიმს რაღაცა თავისი კონკრეტული სპეციფიკური უნიკალური მახასიათებლები აქვს, მაგრამ ჯამში ეს არის დიქტატურა, ან დიქტატურისკენ უკვე დიქტატურასთან ძალიან ახლოს მისული მდგომარეობა და ეს არ არის ისეთი რაღაცა, რაც კაცობრიობას არ შეუსწავლია, არ გამოუკლევია და არ დაუდია მათ შორის გზები და მეთოდები, რომლებიც 100% გარანტიას არ იძლევა, რომ დაამარცხებთ ნებისმიერ დიქტატურას, მაგრამ გეუბნება, რომ მინიმუმ ეს რაღაცები მაინც არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ბრძოლა იყოს ეფექტური და შანსი იყოს, რომ მოიგო. ხო, ამიტომ მგონია, რომ რაღაცების ველოსიპედის გამოგონება და მარჩიელობა, რომ ეხა ეს უნდა ქნა, ის უნდა ქნა, ეგ მგონია, რომ მაგაში უბრალოდ დრო იხარჯება. და მესმის, რომ რაღაცა ყოველას შეიძლება გონოდე ფიქრობდეს, რომ რაღაცა გენიალური იდეა მოუვიდა, მაგრამ ბევრი რაღაცეები არის უკვე დაწერილი, შექმნილი, და მილიონჯერ დაწერილი და ნამსჯელი და მათ შორის დროში გამოცდილების მექანიზმები, აი რაც ჩემი აზრით კი. საბოლოო ჯამში თუ რევოლუციამდე მივა სიტუაცია, მაგას ვერ გააჩერებს ვერც კონცეფცია და ვერც კრიმინალიზებულია ნაწილობრივ. კი, ეგ ხო როგორი რაღაცა არის, შენ აკეთებ რაღაცას იმას გიგზალავენ და პოულობ შემოვლით გზას. კი ბატონო, ზურა, აი რუსებს აქვს რომ დავასრულებ უბრალოდ რა. ხო და ერთ-ერთი ეგეთი ნიშნული რაღაცა რაც არის სტრატეგიულად არის ის რომ ყოველთვის ასეთი რეჟიმების პირობებში არის მნიშვნელოვანი რესურსების გაერთიანება. რესურსების გაერთიანებაში არ იგულისხმება მარტო ფინანსური რესურსების გაერთიანება, რატოღაც ყოველთვის აქეთკენ მიდის ხოლმე საუბარი, რესურსების გაერთიანებაში პირველ რიგში იგულისხმება ინტელექტუალური რესურსის გაერთიანება. და აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიები. აქ იგულისხმება ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს რეჟიმს უპირისპირდება, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ არ ვცხოვრობთ ეხლა იმ რეალობაში, სადაც რაღაცა პოლიტიკური პარტიების გასაკეთებელი საქმეა, მაგრამ პოლიტიკური პარტიების საქმე არის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, პროგრამების მომზადება, კამპანიის ჩატარება, დარწმუნება ადამიანების რატო არის განსხვავებული სხვისგან, რატო უნდა დაუჭიროს მას ხარი და ასე შემდეგ. ჩვენ არჩევნები არ აგვაქვს. ანუ გასაგებად გითხრეს, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ არის. ანუ ეხა ვინც იბრძვის, ყველა, რა ვიცი, პოლიტიკოსია, ყველა ჟურნალისტია, ყველა აქტივისტია, ყველა აქტიური მოქალაქეა. საჭირო არის ყველა ამ ადამიანის გაერთიანება, პირველ რიგში ინტელექტუალური რესურსის გაერთიანება და მიმართვა ერთი საფიქრალისკენ, როგორ დაუპირისპირდეთ ამ რეჟიმს. არის რაღაცა ტიპის გაერთიანებები, ჩემი აზრით, ბევრად უკეთეს ვითარებაში ვართ ეხლა მაგ თვალსაზრისით ვინდა ვიყავით თუნდაც 2 თვის წინ, მათ შორის პოლიტიკურ პარტიების ნაწილში სასახად შემიძლია თქვა, რომ საგარეო ფრონტზე როგორი ერთობაც ეხლა არის, აქამდე არ ყოფილა არასოდეს და ამას მოაქვს შედეგები და მათ შორის ისაც მოხდა პასეს შემთხვევაში, რომ ის რეზოლუცია გავიდა, ეს იყო ერთობლივი მუშაობის და არა მარტო პოლიტიკური პარტიების, არამედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაც, სადაც ყველა ერთიანი იყო და ყველა ერთაზე იყო და ყველა ერთი მიზნით მუშაობდა, ყოველ ჯერზე ჩვენ მოვიგეთ და თუ რამე
გამარჯვების ფორმულა დადებულა ამ რეჟიმთან მიმართებაში უკანასკნელი წლების განმავლობაში, ეს ფორმულა ყოველთვის იყო ეგ და მათ შორის პირველ ჯერზე რუსული კანონი არ გავატანინეთ, ეგეც იმის დამსახურება იყო, რომ ყველა პარტია, ყველა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი და პლუს ჩვენი გარედან პარტნიორები ყველა იძახდნენ ერთი და იგივეს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და შედეგი როგორც კი ეს იკვრება, რომ აქ შიგნით გვაქვს სრული ერთობა, რაღაც ერთ კონკრეტულ მიზანზე ფოკუსირება და სრული ერთობა მაგის გარშემო და პლუს გვაქვს საგარეო მხარდაჭერა და საგარეო მხარდაჭერა შემიძლია გითხრათ, რომ პროპორციულად იზრდება, როგორც კი აქ ხედავენ ერთსულოვნებას ნებისმიერი საკითხის გარშემო, გარედან მხარდაჭერა იზრდება მნიშვნელოვან წილად. ხო, მან მგონია, რომ ქვეყნის შიგნით ეხა გვაქვს სამუშაო, იმიტომ ის რასაც ეხა მე ვხედავ საგარეო ფრონტზე, ჯერ ვერ ვხედავ ქვეყნის შიგნით. და არის ფერომენთან საქმე, როცა ვლაპარაკობთ პროტესტზე და პოლიტიკურ პროცესზე, თითქოს ორ სხვადასხვა მოვლენაზე ვლაპარაკობთ ხოლმე და ასე ჩამოყალიბდა განსაკუთრებით ბოლო 2 თვის განმავლობაში. არის პროტესტი, არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ პროცესში გულისხმობა პოლიტიკური პარტიების შართულობით მიმდინარე პროცესი. და საგარეო მიმართულებას თუ არ ვისაუბროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე პოლიტიკური პარტიები თავს გვახსენებენ თითქოს ერთი მხრივ ყველა პარტიას ხავს პოლიტპატიმარი და ყველა აქციებში მონაწილეობს, მაგრამ ამავდროულად ხშირად გვახსენებს თავს აი რაღაცა ტიპის კლავ რაღაცა პარტიული დაპირისპირებებით. ხო, რაც თავისთავად ამან შეიძლება ცუდი არც არაფერი არ იყოს, მაგრამ როგორ ხედავ ამ პროტესტში პოლიტიკური პარტიების როლს? რა თემაზე იქნება? ბოლო საბაბი იყო მე ხედავ კარტების ფორმატებით საინტერესოა. მე ფინანსური რესურსების გაერთიანებაც სამნიშნელოვანია. ფინანსები ჭირდება ასეთ საქმეს და ამ მიმართულებითაც როგორ ხედავ პროცესს? მე ვერ ხედავ პრობლემას იმაში, რომ რაღაც პარტიებს შორის რაღაცა კრიტიკა არსებობდეს და საერთოდ ვერ ხედავ პრობლემას იმაში, რომ სამოქალაქო ჯგუფები აკრიტიკებდნენ პოლიტიკურ პარტიებს პირიქით. ჩემი მაგ იცია, რომ მიხარია ხომ ეგეთი რაღაცები, რომ აჩვენებს, რომ რაღაც საზოგადოება ცოცხალია და რაღაცებზე რეაგირებს. როგორც იმაში ხედავ პრობლემას, რომ თუ რომელი რაღაცა პოლიტიკოსი ან პარტია რაღაცას არასწორს გააკეთებს ან არასწორს იტყვის, ამის გამო მან კრიტიკა მიიღოს, თუნდაც იგივე სხვა პოლიტიკური პარტიებისგან. მე პრობლემას ხედავ იმაში და ამას ხშირად ხედავ ეხლა ამოცემულობაში, როცა პოლიტიკურ პარტიამ, პოლიტიკოსმა იმის გამო რომ მთელი პოლიტიკური პროცესი არის ხა რუსთაველზე და რუსთაველი ჭამს ზოგადად ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესს ნებისმიერ პარტიას ძალიან გაუჭირდება ხა ცალკე რაღაცა გააკეთოს ისეთი რითიც არის გადაფარავს რუსთაველის და პროტესტის ამბავს შეუძლებელი ამოცანა და იმის გამო რომ პარტიებმა ან პოლიტიკურმა ლიდერებმა ცალკეულმა არ იციან რა გააკეთონ ყველაზე მარტივი და ტრადიციული აპრობირებული გზა ამ ქვეყანაში არის ის რომ შევაგინებს სხვა პარტიას ანუ იმის უბრალოდ გამოჩნდა იმიტომ რომ თუ შევაგინებ შესაგინებელია სვიპოვი რა შესაგინებ ხო თვითაქტუალიზაცია ხდება ან კიდე არის რაღაცა სხვა გზები, რომლებიც ახლა რამდენიმე სხვა პოლიტიკურ ჯგუფს მიმართა და ამიტომ არ მინდა რომ მოუყვე, მაგრამ კიდე სხვა გზები არის, როგორ გამოაჩინო, რომ შენ რაღაცას აკეთებ. ეს რაღაცის კეთება არის, მათ შორის პოლიტოლოგებად ქცევა, როცა რაღაცა ეთერში დადიხარ და უბრალოდ რაღაცა პოლიტიკურ ანალიზს აკეთებ, რასაც რა ვიცი, გია ხუხაშვილი და ესეთი ადამიანები აკეთებენ. მე არ მგონია, რომ ამოცემულობაში პოლიტიკოსის საქმე არის პოლიტიკური ანალიზის დადება, შექმნილი ვითარების. ჩემი აზრით, პოლიტიკოსის საქმე არის ის, რომ ადამიანებს აჩვენოს გზა, როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. ოღონდ აქაც პრობლემას მე იმაში ვხედავ, მეც მთხოვენ ხოლმე მაგას და პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ცალკე აღებული არც ერთ პოლიტიკოს და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ შესწევს მაგის უნარი. იმის გამო კი არა, რომ სწორ გზას ვერ დაანახებს, იმის გამო, რომ დამაჯერებლობა ცალკე თუ შენ ლაპარაკობ რო რაღაცა მე გამომყევი და ესე ვიზამ მაგის დამაჯერებლობა არის ძალიან დაბალი. იმის გამო რომ არავის არ აქვს მაგისი რესურსი ხა და ადამიანებს მაგისი არ აქვს. აქ მივდივართ იმ კითხვამდე, მათ შორის წერდით ამ თემაზე, რომ პარტიებს შორის ნდობა როგორ უნდა აღდგეს და რას ნიშნავს კიდე ეს ნდობის აღდგენა, თანამშრომლობა, ერთიანობა, ამ სიტყვებს რომ ამბობთ ხოლმე, რთულია შინაარსის მოხელთება, ხო, აი რა არის ეს ფორმატები? სადაც არის ეგ ჯანსაღი დისკუსიაც, მაგრამ ხდება რესურსების გაერთიანება, იმიტომ რომ ამაზე წლებია ვისმენთ საუბარს, კოორდინაცია, რაღაც მომავალი რაღაც კოალიციის მონახაზები და მე პირველსავე საბაბზე ისეთი დაპირისპირება ჩდება ისეთ საკითხებზე, რომ ადამიანს კითხვა უჩნდება, რომ ისინი ერთად საერთოდ როგორ არიან, ან ერთმაგიდასთან როგორ ხდებიან და აი რა გზებს ხედავთ ახლა? ხო, მე არ ვილაპარაკებ რა ფორმები შეიძლება მიიღოს ამ ყველაფერმა, იმიტომ მგონია რომ აქამდე ადრეა. რა წერტილებია ერთობის ეგეთი? რაზე თანხმდები? მე რაზე ველაპარაკები ხოლმე, როცა ამ პოლიტიკურ ლიდერებს ველაპარაკები. და რაზე ველაპარაკები, მათ შორის რა უცხოელებს და ჩვენ დასავლელ მეგობრებზე ისინი რაზე ველაპარაკებიან. თუ ჩვენ გულწრფელები ვართ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ რუსებს ვებრძვით და მე ვარ ამაში 100% დარწმუნებული, უკვე დიდი ხანია ბოლო წლების განმავლობაში, საერთოდ თუ რამე ეჭვი მქონდა, ყველა ეჭვი გამიქრა.
მაშინ მე ვერავის ვერ დავაჯერებ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ რომ მეცალკევებზი რუსეთს. უბრალოდ არასერიოზულია. ანუ ეს გამოგივა. ხო, და მე მქონია საუბრები ჩვენ დასავლეთ მეგობრებთან, როცა ამაზე მისაუბრია და მე არ ყოფილა ვაშინგტონში რამდენიმე წელია. ერთადერთი რა უნდა ვაშინგტონში ჩასვლას ახლა რავი, ბილეთის იმას ფულსაც ვიშოვი და ჯო უილსონს მე შევხვდები და რა ვიცი, აქედან საქართველოს ვიცანო ჩავდა, ალბათ ყველა შეხვდება, ისე არის ამ ქვეყანაზე ფოკუსირებული, ხო? მაგის პრობლემა ხო არ არსებობს, მაგრამ არ ჩავდივარ უბრალოდ იმის გამო არ ჩავდივარ, რომ მგონია რომ არასერიოზული ამბავია ესეთი პატარა ქვეყნიდან ცალ-ცალკე ვაშინგტონში სიარული და რაღაცა ამბების მოყოლა და მე ფოტოების გადაღება არ მგონია სერიოზული ამბავი. ეს თვით აქტუალიზაცია? კი, ეს თვით აქტუალიზაცია მნიშვნელოვან წილად, ხო? არასერიოზულია. ეს ამბავი მოვუყევი სხვადასხვა შორის რამდენი პოლიტიკური და თქვენთან გადაცემაში მოვუყევი. დავოში იყო ახლა ფორუმი და დავოსის ფორუმზე იჯდა მომავალი გერმანიის კანცლერი. CD მოიგებს სავარაუდოდ, ყველა რეიტინგში წინ არიან, მთავრობას დააკომპლექტებენ, ალბათ პირველი ეგენი იქნება, შესაბამისად კანცლერის მათი იქნება და მას კითხეს, რომ ტრამპთან მიმართებაში რას ფიქრობ, მაგრამ რაღაცები პასუხა, რომ ესენი რაღაც სწორია, ტარიფებზე არ ვეთანხმები, იმიტომ ტარიფები სწორი რაღაცები უთხრა, ტარიფები ამერიკის მოსახლეობასაც და არ ტყავს რაღაცაო და ჩახალთურაზე დაელაპარაკებით და მერცმა უპასუხა რომ მე პრობლემა კი არ მაქვს რომ ჩავიდე რომ დაელაპარაკო როგორც გერმანიის ლიდერიო, მაგრამ მგონია რომ ეგ იქნება არასწორი, ამიტომ მგონია რომ აქედან რამდენიმე კაცი უნდა ჩავიდეთო და უნდა ველაპარაკოთო გაერთიანებული ევროპის სახელითო. გერმანიის მომავალი კანცლერი ხვდება რომ ამერიკაში რო ჩადიხარ, იქ უნდა ელაპარაკო, არა მარტო გერმანია არ არის საკმარისი, მთელი ევროპის სახელით არის სალაპარაკო, თუ გინდა რომ სერიოზულად მიგიყონ და სერიოზულად რაღაცა იქიდან წამოიღო. როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყნიდან ჩადიოდეს 17 პარტიის წარმომადგენელი ცალ-ცალკე იქ და ლაპარაკობდეს, ხო? თუ გინდა რომ სერიოზულად შემოგხედონ, იმიტომ ისინი მართლა ესე უყურებენ. მე რო ვიყო ამერიკელი, მეც ესე შევხედავ. შენ თუ მეუბნები რომ რუსეთს ებძვი, მაშინ აქეთ დამანახე რომ ეს მართლა გააზრებული გაქვს და ამას სერიოზულად უყურებს და ეს შეიძლება დაანახო მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აინახეს რომ ყველა ერთად ებძვით რუსეთს, იმიტომ ცალ-ცალკე ვერავინ ვერ სუბრუნდებით თუ არ ჯობდა ერთიანი სიით გასულიყო მათ შორის ოპოზიცია. მაგითო ვიძახ, მაგას დაუბრუნდი, ანუ ანაკ მატყუებ როცა მეუბნები რომ რუსეთს ებძვი და მე იმიტომ უნდა დაგეხმარო რომ აქ არ წდება მარტო საქართველოს ამბავი, არ მეწდება სომხეთის ამბავი, შავი ზღვის უსაფრთხოების ამბავი, ზოგადად კავკასიის ამბავი, ცენტრალური აზიის ამბავი, აღმოსავლეთ ევროპის ამბავი და ზოგადად ევროპის მომავალი და ამ ყველაფერს ხელს უშლის რუსეთი და რუსეთს ებძვი და ამიტომ დაგვეხმარეთ, ეს არ არის მარტო რუსთაველზე მარტო ეს ამბავი არ წდება, თუ ეს ხდება, მაშინ აქეთ რა გჭირთ? ან აქ იტყუები, ან აქ ხარ არასერიოზული, ხო? ხო, მე ეს არის ისაც როგორც მე ვხედავ და ეს არის ისე როგორც ხედავენ ისინი. ანუ მე არ ვიცი რა ფორმა შეიძლება ამან მიიღოს, მაგ კითხვას რომ დაუბრუნდე, და ჩემი აზრით მე მაგაზეც დღეს ზუსტად ეს დავწერე, რომ ჩემი აზრით თავი პრობლემა არის ის, რომ ნდობის დეფიციტია. მეც მაქვს ეს პრობლემა, ისე არ გაიგოთ რომ მარტო ჩვენ ანუ ნდობის პრობლემა არის იმის გამო რომ არ არსებობს ნდობა, კომუნიკაცია არ არის იმ დონის რა დონისაც უნდა იყოს და რადგან კომუნიკაცია ანუ იმ სიხშირის მოდი ესე ვთქვა დონის რა იმ სიხშირის კომუნიკაცია არ არის ასე შეიძლება უნდა იყოს, რადგან არ არის იმ სიხშირის კომუნიკაცია, ნდობა ვერ ჩდება, იმიტომ ნდობა შეიძლება გაჩნდეს მარტო თუ ჩვენ ერთად დავждებით, ვილაპარაკებთ რაღაცას გავაკეთებთ, დავждებით ვილაპარაკებთ რაღაცას ვიკამათებთ რაღაცას გავაკეთებთ ხო რაღაც ანუ ნდობა შეიძლება მარტო დროთა განმავლობაში თან მანდ ორი დონეა ნდობა პარტიებს შორის და ნდობა საზოგადოების პარტიებისადმი უფრო გაჩნდება თუ ეს პროცესი იქნება გაჩნდება ზოგადად ეს პროცესი და მათ შორის ეს პროცესი გახდება გამჭვირვალე და მე მართლა არ ვიცი ხა ამ ხალხს ყველას ვიცნობ ხო ხა გახარი არის ალბათ ერთადერთი ვისთანაც მე არ მაქვს კომუნიკაცია ამ ხალხს ყველას ვიცნობ და მიუხედავად იმისა ხა რა წარმოადგენებიც არ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში ამ ადამიანებზე ამ შემთხვევაში არ მაქვს მარტო ჩემ კოალიციაზე ლაპარაკი ჩემ კოალიციაზე ხო ვიცნობ და ვიცნობ მაგრამ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებზეც ამაქვს ლაპარაკი წლებია მათთან მაქვს ურთიერთობა ხო ამ წუთის მდგომარეობით ამ ბრძოლაშია ყველა ეს ხალხი ამ ხალხის ავის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი მართლა შეიძლება ყველაფერი გვერდზე გადაედო და რავი იქნებოდა წყარა და შიდა და არც ნერვს მოიშლა და არც არაფერიღაც და რავი თავით არიან გადამხტარი ამ იმაში და ზოგს იჭერენ ზოგს ცემენ ზოგს ციხეში სვამენ ზოგს რა და ზოგს რა როგორც არ უნდა ყველას უპოვი ხა ნაკს და ყველას უპოვი მეც გასაკრიტიკებელს წარსული ნაბიჯებიდან ისე როგორც მეც მიპოვიან რაღაცას გასაკრიტიკებელს მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ყველა ვართ ერთ ნავში და ყველა ვიბრძვით ერთი მიმართულებით. ერთადერთი ჩემი თავარი პრობლემა არის ეს, რომ ნდობის პრობლემა, თუ ნდობის პრობლემა გადაიჭრა და კომუნიკაცია დაიწყო და ამ კომუნიკაციას სიხშირე იქნება ისეთი, რომ ხშირად შევხვდები და ხშირად
ვილაპარაკებთ ბევრ რაღაცებზე, მე ნდობაც გაჩნდება და პროცესიც გაჩნდება და ნდობაც გაჩნდება საზოგადოების კი მიდის ოღონდ ჩემი საკმარისი არ არის და სულ პრობლემები არის სხვადასხვა რაღაცებიდან გამომდინარე. აი ახლა როცა თუ შევდავსო მაშინ ამ კითხვას ახალ სასწავლებლად ნდობაზე ერთია პარტიებს შეგნის ნდობა და ესალა მომახსენა საზოგადოების ნდობა, ხო, პარტიების მიმართ, სადაც ასევე არის ჩავარდნა და ხა ბოლო კარგი ხანია რაღაც კვლევა არ მინახავს, მაგრამ იგრძნობა რომ არის ხოლმე დაკვეთა რაღაცა სიახლე, ეგრეთ წოდებული გაუსრველი სახეები და აი ეს რაღაც სიტყვები ჩდება ხოლმე, რასაც ხან აქვს შინაარსი, ხან არ აქვს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ საზოგადოებრივი პროცესი იმხელა, რომ ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდა ამ პროცესში. საინტერესოა პარტიებს, მათ შორის კონკრეტულად თქვენს პარტიას, რამდენად აქვს მექანიზმები, რამდენად ღია ისე და პარტიული დემოკრატია და ასე შემდეგ, რომ რაღაცნაირად მასთან უფრო ახლოს ყოფია აი ეს ახალი საზოგადოებრივი ადამიანები შემოიყვანოს პროცესში მათ პარტიის გავლით თუნდაც. ნუ მე შემიძლია ჩვენ კოალიციაზე გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში კოალიციის შიგნით ყველა ლიდერს ჰქონდა ეგ პოზიცია, რომ ახალი ადამიანებისთვის უნდა მე იდეაში გიჩის კეთება რომ დავიწყე, ჯერ კიდევ პირველი გიჩის კეთება რომ დავიწყე, მაქედან მოყოლებული ჩემი ერთ-ერთი მიზანი ეგ იყო, რომ ახალი ადამიანებისთვის მიმეცა საშუალება, რომ გამოჩენილიყვნენ პოლიტიკურ სივრცეში და რა ჩემ გარშემო ვინც არიან ადამიანები, რომლებიც ახლა ჩემი აზრით უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არიან, საკუთარი აზრი გააჩიათ, საკუთარი პოზიცია გააჩიათ, არის შემთხვევები, როცა ჩემგან განსხვავებული პოზიციაც გააჩნია და ამას იცავენ კბილებით და მე ეგ მომწონს, ეგ თავის მომწონს ადამიანებში, ჩემ გარშემო არ არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებით სხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან დაშტამპულად იგივეს ლაპარაკობენ, რასაც მე ვლაპარაკობ და იგივე ჟესტიკულაცია აქვს და ყველაფერზე იგივე აზრი აქვს, რადგან მე მაქვს. არა, მე ეს ხალხი ადამიანები ისეთები მიყვარს, როგორებიც არიან და მიუხედავად იმისა, შეიძლება ჩემგან განსხვავებული აზრიც ჰქონდეთ, რავი, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ რავი, კი მაქსიმუმის გახსნა მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ის რომ ეხა რაღაცა როგორ ახალი ადამიანების ქართულ პოლიტიკაში და კრამიტები აღწევენ და ახალი პარტია და რაღაც ახლების პარტიაშიც რა ვიცი ჯერთი გვარამია თქვა რომ მესართავი კომისიაში და თუ ვინმე ეწერა ყველა ახალი იყო იქ ვინმე პარტიის გადაწყვეტილებებზე კოალიციის რამდენად აქვთ მათ გავლენის მექანიზმები უფრო ალბათ ამაზეა და არა მათ რაოდენობა არ არსებობს ეხლა ეგეთი გადაწყვეტილებები სამწუხაროდ ამ აი რა მდგომარეობა თქვენ კოალიციაში არ არსებობს ეს კოალიცია აქვს ლავ იმიტომ რომ ნახეთ ეს ხო წინასაარჩევნო ის როგორც იყავით ისევ ისე ხართ ჩაატარეთ რაიმე სახის ინვენტარიზაცია რა გაკვეთილები გამოიტანეთ მათ შორის ბოლო არჩევნებიდან გაყალბების მიღმა თქვენ რესურსიც გქონდათ ბევრი პარტიული ოფისი გახსენეთ რაიონებში რეგიონებში ეს პირდაპირ კავშირშია ჩემი აზრით მიმდინარე პროტესტთან იმიტომ რომ ადამიანებს თუ დიდი ნაწილი ურბანულ ცენტრებში ჩართული ამ პროტესტში იმიტომ რომ შეიძლება პარტიების როლს ვერ ხედავს არ მოსწონს მაგრამ მიუხედავად ამისა თავისთვის მოქმედების სივრცეს ხედავს მაგრამ თვით ორგანიზდება ხო თვით ორგანიზდება მაგრამ რჩება საზოგადოების ვრცელი ფენები რომელთაცაც ეს პარტიები მნიშვნელოვანია იმ გაგებით რომ ხედავენ ალტერნატივას ხო მოდიში აქვე დავამატებ მაგ ნაწილს მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებამ რაღაცა მოშალა მათ შორის რეგიონებში ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა ამას მაგრამ ადგილობრივი პოლიტიკოსი რომ არსებობდა ადგილობრივი პოლიტიკური ცხოვრებაც უფრო ცოცხალი იყო აი ამის კომპენსირება თუ ხდება მაგრამ რეგიონების ჩართულობის მიმართულებით რომ ეს ვინ შეუძლია ქნას არიან პარტიები თუ ჩაატარეთ საერთო ინვენტარიზაცია მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით რას წარმოადგენთ რეგიონებში რა ტიპის ზალა ხართ ამ გაგებით ახლები აკეთებენ მაგას მე არ ვარ ხომ ეგეთ რაღაცებს ჩავეული ჩემ თავისუფლებას არ აქვს რაღაცა რეგიონალური სტრუქტურები არც არასოდეს გქონია ამ კოალიციის შიგნითაც არასოდეს არ ყოლია სადაც ყავდა ჩვენ ხარდამჭერები რომლებიც ძირითადად სოციალებში არიან ხოლმე ჩვენები აქტიურები თუ კი სადმე ყავდა უბაოდ რაღაც საერთო ოფისებში ისინი ეხმარებოდნენ რაღაცა საერთო პროცესს ახლები ეგეთ რაღაცებს აკეთებენ ბევრად უფრო ფორმალიზებული არის მათი სტრუქტურები და რაღაცა პარტიული ცხოვრება თუ პარტიული მუშაობა თუ რაღაცა მათ გაცილებით უფრო აქვს დაწყობილი ვიდრე მე ოდესმე მქონია მე არა ვარ მაგისის ამიტომ მე გამიჭირდება ახლებს ზუსტად მაგას როგორ აკეთებენ მაგრამ ერთი რამის თქვა მინდა რომ თაში კოალიციის ერთექი კოალიციური ცხოვრებაზე გველაპარაკეთ ეს არჩევნები 26 ოქტომბრის არჩევნები ჩვენ ჯამში მოვიგეთ ესე იყო ისე იყო იმითი იყო ამითი იყო ჯამში ამ 4 პოლიტიკურ ჯგუფმა ჯამში ეს არჩევნები შეიძლება და ისე მოგება რომელიც გადაფარავდა გაყალბების ეფექტს იმიტომ რომ ცოტა საუბრობდა ნუ ალბათ სხვანაირი აზრი გაუძლებელია სტრუქტურულად მეტი მაგაზე გვიკამათია კიდევაც, მაგრამ მე მაგისი არ მჯერა. მე მჯერა რომ ისინი დაწერდნენ იმ რიცხვებს, არიცხვების დაჭერდებოდათ მეტი, დაჭერდნენ მეც და ისიც ვიცით რომ უშუალოდ არჩევნების დღეს უკმაყოფილებაც მით მეტია ეს დაშვება აქ. კი, ცხადია. არჩევნების დღეს მათ შორის ვიცით რომ შეგნით ქონდათ კამათი, არიცხვები უნდა დაეწერათ და საბოლოო ჯამში დაწერეს ის რიცხვი. აი ორი მიმართულება, მაშინ გავყვეთ. ერთი, ანუ ომის პროპაგანდის თემა იყო, რამაც
ბევრი თulis რომ იმოქმედა ამ მომრჩეველზე და მეორე რომ მობილიზების ხარისხი ოპოზიციურად განწყობილების მაინც არ იყო იმდენად მაღალი რომ ეს ყველაფერი გადაეფარა. ამ ორ მიმართულებას უსვამენ ხოლმე ადამიანები ხშირად ხაზს. აი თქვენ როგორ ხედავთ? დავამატებ ერთ ხაზს უბრალოდ მე ყველას ვეკითხებით თქვენი კოალიციიდან მათ შორის და პირველად მაქვს ამის შესაძლებლობა. მე ამ არჩევნების შედეგიდან ყველაზე მეტად რამაც გამოკვირვა გაყალბების მიუხედავად იყო ჯამური შედეგი ამ შემთხვევაში 4 ნომრისა და 5 ნომრის. ნუ მაინც ასე უყურებდი, იმიტომ რომ ეს არის ორი პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა იყო მნიშვნელოვანი და ეს ჯამური შედეგი ჩამორჩებოდა 5 ნომრის შედეგს თქვა წინა თვითმმართველობის არჩევნებზე. აი აქ ამაზეც ბევრი თემა შემოვიტანეთ პრესაში. რომელ შედეგებს უყურებ გააჩნია? რომელს ცესკოს დაწერილი რიცხვებზე. ხო, ცესკოს დაწერილი რიცხვებზე ვლაპარაკობ, მათ შორის ანუ რაღაც შედეგი ხო არის ამაში? ხო. დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა არ არის აქედან. დაწერეს რიცხვების უნდა და ის რიცხვები მე მჯერა exit poll-ებისაც იყო და მჯერა იმ კვლევების, რომელიც მანამდე არჩევნებმა ტარდებოდა და მინიმუმ 5 კვლევა იყო ეგეთი, მათ შორის ერთი ერთობლივად ჩატარებული ყველა პოლიტიკური პარტიის, რომელსაც დობა ჰქონდა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და მჯერა იმ რიცხვების რიცხვებიც იყო. არც exit poll-ში იყო ეგ ჯამი შთამბეჭდავენ. ხო, მეტი მობილიზება არ იყო, უკეთესი მობილიზება არ იყო შესაძლებელი? იმიტომ ეს შემდეგ არჩევნებამდე ხო მივიდეს და ეს გაკვეთილი რაღაცა შეიძლება თქვა, რომ შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო. ჩემი აზრით, კოალიციის შემთხვევაში ვიძახეს ხებზე არ მაქვს საუბარი, კოალიციას აკამპანიაც ჰქონდა, იყო ძალიან კარგი კამპანია, 3 თვეში გაკეთებულმა კოალიციამ დადო, რა ვიცი, წარმოუდგენელი შედეგი ჩემი აზრით. ახლა საუბარი იმაზე, რომ ბორმეტი შეიძლება და თუ არა, ალბათ შეიძლება. ყოველთვის შეიძლება რაღაცა მოიგონო, რომ კიდე ეს რო გამეკეთებინა, კიდე ის რო გამეკეთებინა, მაგრამ უშუალოდ კამპანიის დროს, რა ვიცი, ენა გადმოგვიდებული რაც მოვიფიქრეთ და ჩავთვალეთ, რომ იყო გასაკეთებელი, ყველაფერი გავაკეთეთ, მოდი ესე ვთქვათ. კიდე რამე რო ყოფილიყო, რომ აი ამის გარდა კიდე შეიძლება რაღაცა გაკეთებულიყო და მოგწონებოდა და გვეთქვა, რომ აი ეს რაღაცა მაგარი იდეა, მაგასაც გავაკეთებთ, მაგრამ არაფერი ეგეთი მაგიდაზე არ დადებულა ჩვენთან. აი რუსეთის თემას რაც მოგვივიდა თავში, ვისაც მოვიდა და თქვა, რომ აი ეს არის, ეს კარგი იქნება თუ ვიზამთ, დაწყებული არის გაზეთების ბეჭდვით კვირაში ერთხელ და დარიგები და დამთავრებული რაღაცა დიდი რაღაცა. თქვენ გქონდათ რესურსები გქონდათ რომ აი თემაც მინდა რომ გამოყოთ რა აი რუსეთის თემა. ნუ ომის ფაქტორმა ახლა შედარებით დაიწია, მათ შორის ტრამპის გაპრეზიდენტების კვალ ყველა ელოდება რომ იქ მოლაპარაკებებისკენ უნდა წავიდეს საქმე, მაგრამ რუსეთის ფაქტორი რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება რბილად რო აღწეროთ, მინიმუმ არის ისეთი ხელისუფლება, რომელიც არის ყველაზე კომფორტული და მისაღები რუსეთისთვის და თუ კი შეიცვლება ეს ხელისუფლება, ამასთან რუსეთს ექნება პრობლემა. ხო, ამასთან ექნება. ეს არის ფართოდ დომინანტური აზრი. სხვადასხვანაირად ეკიდებიან ამ მოცემულობას ადამიანები. ზოგი თulis რომ ამის და მიუხედავად უნდა იყოს ძალიან აქტიური და შეცვალოს ხელისუფლება, ზოგზე პირიქით რაღაც შიშის ეფექტი არსებობს. აი, თქვენ როგორ უყურებთ ანუ ამ მომრჩეველს რა გზას თავაზობთ ამ რეგიონში, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მოცემულობებში? მათ შორის იმათაც, ვისაც რუსეთის მიმართ შიში აქვს და ის პროპაგანდა მუშაობს, რომელიც დასავლეთის ყველა ჭოჭმას თუ შეცდომას იყენებს იმისთვის, რომ შეარყიოს დასავლეთისადმი აი პარტნიორობის რწმენა. არის ამ საზოგადოებაში სეგმენტი, რომელიც არის გაგრძელება ისეც რა მოლოდინი უნდა გქონდეს რუსეთისგან, თუ ქართული ოცნების გაზრდება შეიძლება, თუ ეს დაშვება სწორია ეს მოსაზრება და რუსეთის პირდაპირ ხელდასმული და მართული ხელისუფლება ის ხადია შეეცდება მის შენარჩუნებას, ხო? აი ამ შიშის ამბავს ფუნდამენტური საკითხი. არა მხოლოდ ომი, ხო? აი ხო, მეც არ ვარ ომიშიში იყო რაღაც ყველაზე ისეთი რადიო თავისუფლებზე ვისაუბრე ამაზე და მე რაღაცა შყვალი წამოვიდა რაღაც გილებების დალანძღვის თითქოს მე ვიყავი წინააღმდეგი რომ რაღაც ადამიანების რაღაც არ გვეხსნა სინამდვილეში სადაც კი მომიცია მაგაზე საუბარი ყველგან ახსენი და მოყევი კიდევაც რა არგუმენტებს ვიყენებდი და გასაგები არგუმენტები იყო თუმცა მე რაც თქვი ის რომ ვერავინ ვერ მოიფიქრა მოკლე რაღაცა მესეჯ ბოქსი რომელსაც დაუპირისპირდა ამას რაღაც ეს მისროდი კი არა და რაღაცა ესე უნდა მოგეყოლა და მოყოლით ყველგან ყველაფერს ანუ მოკლე მარტივი ეფექტური ხო როგორც არის რაღაცა აბა ომი გინდა ამაზე რაღაცა ეგეთივე მარტივი პასუხი ეგეთი არ იყო თორე ახსნით თუ სადმე მაგის საჭიროა ყველგან ხსნით უბრალოდ რაც იყო ის რომ არსებობდა კოლეგები რომელიც აჩვენებდა რომ ადამიანები რომელსაც ეშინიათ ომის და მართლა ეშინიათ უცბად ეშინიათ იმასთან რაღაცა ომზე საუბარი კიდე და ომის ხსენება როგორც არ უნდა აუხსნა რომ არაფერი არ მოხდება და მოგეშინათ რაღაცა ამში სარკლავს და პირიქით ხშირ შემთხვევაში უფრო აღვიებს და ეს არის ყოველ ჩემი კვლევა ნაცრისფერი ზონაც არსებობს ადამიანების ვისაც ხოდა მაგას ამბობ ის ეგეთ ნაცრისფერი ზონიდან ვინც იყო და ვინც მაგაზე კითხულობდა და ჭირდებოდა რაღაცა არგუმენტები რომ არ ვიცი მეგობრად
მეგობართან რაღაცა აიხსნა და მეზობელთან რაღაცა აიხსნა, ახსნილი მაქვს ბევრჯერ. Უბაოდ კამპანიის დროს გითხრათ, რომ ბევრს ვაწყდებოდით ეგეთ შემთხვევებს, სადაც ჩვენ დავდიოდით. Რომ აი მაღაზე მოგვაშოლეთ კამპანიის დროს ძირითადი ალბათ რა ვიცი 90% იყო კითხვები მასთან დაკავშირებით როგორ ვაპირებთ გამარჯვებას როგორ ვაპირებთ ამად გავშებას არა ის რომ რაღაცა ომის მეშინია და აბა მითხარი არგუმენტები ან რაღაც შემეზობელს ეშინია და მითხარი არგუმენტები ამიტომ როგორ ვაპირებთ მოგებას და ძირითადი ლაპარაკი იყო მაღაზე ხო რაზე არის რუსეთი წამსვლელი აი თქვენ ამოცემულობაც აღწერეთ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება ან შეცვლის პროცესში იქნება მოკლედ ასე ვთქვათ სადამდეც გვინდა რომ მივიდეს ეს პროცესი ხო და აი ამაზე თქვენ ადამიანებს რას უპასუხებდით ვინც შედარებით აი იმ ნაცრისფერ ზონაში არის იმიტომ რომ ეს საკითხი დგას მიუხედავად იმისა ადამიანებს ეუხერხულებათ თუ არა ამაზე ლაპარაკი ეს შიში რომ ყველაფერი ყოფით საუბრებში ადამიანებთან მაინც დგას მე ჩემი პასუხი მაგაზე არც ეს რთული პასუხი არის რუსეთი დამარცხდა მოლდოვაში დამარცხდა რუმინეთში აგდებენ სირიიდან დამარცხდა ყველგან საჭიროა დამარცხება რუსეთს არ აქვს მაგის რესურსი რომ საქართველოში რაღაცა გააკეთოს მაგრამ რავი ჩემი პასუხი ის არის რომ რუსეთის შიშით დავჩეთ გავხდეთ ჩავბარდეთ რუსეთს ეგ ჩემთვის პასუხი არ არის არ არის პასუხი რავი რომ რეალური საფრთხეც რო იყოს რუსეთიდან ჩემთვის ეგ პასუხი არ არის რომ ამიტომ რუსეთს უნდა ჩავბარდეთ ანუ მე მარტივი პასუხი მაქვს ერთი პასუხი არის ის რომ რუსეთს არაფერს თავი არ აქვს ხარო საქართველოში გააკეთოს და ყველგან მარცხდება მთელ დედამიწაზე და მეორე რომ თქონდეს რამის თავი მაგის გამო დანებება არის არასწორი ამორალური ჩმორობა და საკუთარი შვილების გაწვევა ნუ მაშინ უნდა გაიქცე ამ ქვეყნიდან მე გაქცევას არ ვაპირებ უკრაინის ომმა მათ შორის განაპირობა დასავლეთის მიმართ ნდობის შერყევა საქართველოში ჩემი თავისთავად მეც მისაუბრე ადამიანებთან ვისაც ომი აშინებს ძალიან წესიერ ადამიანებთან მათ შორის ხო რომლებსაც არც რუსეთი უყვართ არც არაფერი მსგავსი მაგრამ მათი კითხვა არის მარტივი კი ბატონო არ უნდა დავჩეთ რუსეთთან მარტო მაგრამ აი რატო ვერ გადაარჩინა დასავლეთმა უკრაინა ხო და თუ უკრაინა ვერ გადაარჩინა რას გააკეთებს ჩვენს დასახმარებლად ეს არის ძალიან ფუნდამენტური ინსტინქტური კითხვა რომელსაც აქვს თავისი ლოგიკა ამის უკან ხო რას გააკეთებს დასავლეთი ჩვენს გადასარჩენად თუ უკრაინა ვერ გადაარჩინა რა ამ კითხვაზე რა პასუხი ეს კითხვა დღესაც აქტუალურია და 6 თვეში აქტუალური იქნება რა პასუხი უნდა არსებობდეს ამას უბრალოდ რა პასუხი გვაქვს არა რაღაცა ფორმულები იმისა როგორ უნდა მოვერგოთ ადამიანების შიშებს დაწყობულად არამედ ბურებულად რა პასუხი არის თვითონ კითხვაში არის პრობლემა მოდი მაშინ პირველი კითხვა უნდა დასვა რა უნდა გაეკეთებინა უკრაინას იმისათვის რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილიყო შემეც მაშინ ნომერი პირველი კითხვა არის ეგ და უკრაინამ გააკეთა ყველაფერი უკრაინამ უარი თქვა ნატოზე უკრაინამ სევასტოპოლში სამხედრო ფლოტს რუსეთსაც გაუგზავნა 25 წლის ხელშეკრულება რომ იყოფილიყო ბაზირება ამ დატოვა შავ ზღვაში თავარი რუსეთის ფლოტი უკრაინამ გაზპრომთან გააფორმა კაბალური ხელშეკრულება რომელიც მისთვის წამგებიანი იყო და გაზპრომის რაღაცა შვილობილი კომპანია გააკეთეს და მთელი ფული იქიდან მიქონდა რუსეთს უკრაინამ დათმო ყველაფერი ვისი დათმობაც შეიძლებოდა ყველაფერი დათმო და მიუხედავად მაგისა რუსეთი მაინც შეიჭრა იქ ამიტომ თავი კითხვა არის ეს რომ არსებობს თუ არა რამე სხვა გზა რომ ჩვენ გადავრჩეთ გარდა იმისა რომ ვითანამშრომლოთ დასავლეთთან დასავლეთი იყოს ჩვენი მეგობარი როგორიც არ უნდა იყოს დასავლეთი ხან ესეთი ხან ისეთი რაღაცა შეიძლება მოგწონდეს რაღაცა შეიძლება მოგწონდეს ხო დასავლეთი იცვლება და სულ იცვლება თავი კითხვა არის რომ ჩვენ სხვა გადარჩენის გზა გვაქვს თუ არა გარდა იმისა რომ დასავლეთი იყოს ჩვენი მეგობარი თავი კითხვა არის და მარტო უკრაინის მაგალითს ნამდვილად მაგას ადასტურებს უკრაინის მაგალითს თუ რამეს აჩვენებს მაგას ჩვენ სხვა გზა არ აქვს ერთადერთი ჩვენი ხსნა გადარჩენა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო სადაც თავისუფალი ადამიანები იცხოვრებენ არის ის რომ ჩვენ ვიყოთ დასავლეთის მეგობრები და ვიყოთ დასავლეთის უსაფრთხოების კოლეგის ქვეშ განსაკუთრებით უახლოეს სწრაფ პერიოდში სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს მე ჩვენ შეიძლება საკუთარი თავდაცვა უზრუნველყოთ ისე პირობითად როგორც ისრაელმა რომ რაღაცა ესეთი რაღაცები ვეღარ გაგვიბედონ მაგრამ გადარჩენის ერთადერთი გზა არის ამიტომ კითხვა ის კი არ არის რომ რაღაცა დასავლეთი და როდის დაგვეხმარება, როდის არ დაგვეხმარება. კითხვა არის ის, რომ სხვა გზა არსებობს, არ არსებობს და უკრაინის მაგალითი არის ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკრაინამ დათმო ყველაფერი. მისი დათმობა შეიძლება და მათ შორის რაღაც ნატოზე უარი თქვეს სოშალ ზელენსკის არჩევა ამ დათმობის ნაწილი იყო ზელენსკის არჩევა რომელიც ხო ჩვენ რისი იმედი გვაქვს ანუ კოცების ამ 12 წლიანი მართლობის შემდეგ როცა არც საკუთარ თავდაცვაზე და არც საკუთარ უსაფრთხოებაზე იოტისოდენ არაფერი არ გავიკეთებია და ყველაფერი ჩამოშლილი არის და უშიშროება პირდაპირ ბელორუსთან აქ ხელშეკრულება გაფორმებული და პირდაპირ ვაწვით ინფორმაციას რუსებს და მაგიტომაც ვიძახე რომ იქიდან პირდაპირ მართავენ პროცესს ჩვენ რისი იმედი გვაქვს რომ რატო არ შემოვლენ აი ჩვენ შემთხვევაში რატო არ შემოვლენ აქ ბოლომდე
უკვე შემოსულები არიან სხვა თვალსაზრისით, მაგრამ ბოლომდე რატო არ შემო რა გააჩერებთ? პუტინი იქნება ჯიგარი, თუ პუტინის შემდეგ ვინც იქნება, ის იქნება ჯიგარი და არ მოგვეკარება? თუ რა არის ბარიერი და წინაღობა, რომელსაც ჩვენ უყენებთ რუსეთს? არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ეგეთი არის მარტო როდის გაუჩერებია კაპიტულაციას რუსეთში? დასავლეთის ხარდაჭერა. არ არსებობს დასავლეთი და ჩვენი საკუთარი თავდაცვა უსაფრთხოება. რაც არის გაჩანაგებული. და ბოლო კითხვა გვექნება ეკონომიკის ნაწილსაც, რომ შევეხოთ რამდენადაც მოვასწრებთ. ერთი არის ეს ომის შიში და მეორე არის პროპაგანდა იმაზე, რომ შემოვა დუბაიდან მილიარდები და რაღაც ალტერნატიული ეკონომიკური გზის დასახვა, ჩინური ბანკების 3%-იანი სესხებით და მათ შორის რაღაც ბუნდოვანი, ცოტა კორუფციული დაპირებებით, რომ ყველას ექნება შემოვა, შავი ფული შემოვა. მე ნაკლებად ვიჯერა სიმართლეა მაგისი. ეხლა ბოლო თებერვალი დაიწყო და აღარ მინახე ბოლო მონაცემები, მაგრამ მანამდე იანვრის შუაში ნახე რაღაცა მონაცემები და ნუ მე ხედავდი მაგას, რომ და რამდენჯერმე მithkomს კიდევაც საჯაროთაც, რომ ლარს წესით პრობლემები შეექმნება, იმიტომ რომ წყაროები რაც არსებობს ვალუტის შემოდინების ექსპორტის გარდა ყველგან ჩანდა გარკვეული პრობლემები. და დახმარებებს აჩერებენ მაგალითად ვალუტის წყაროა. გადმორიცხვებში პრობლემა იყო, ოღონდ პრობლემა იყო არა იმის გამო, რომ ქართველები აღარ ურიცხავენ საკუთარ ოჯახებს, არამედ იმის გამო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ომი რაც დაიწყო უკრაინაში, რუსები შემოდიოდნენ, რუსებს შემოქონდა ძალიან ბევრი ფული. და როგორც ჩანს, ეგ ამბავი გაიწოვა, მათ შორის რუსების დიდი ნაწილი როგორც ჩანს საქართველოსთან წავიდნენ, იმიტომ რომ იმის მიმართვისაც საფრთხე ხდება უკვე ეს ქვეყანა, იქიდან გამოქცეულები, ხო, ისევ რუსეთში ამოყოფდნენ თავს, ამიტომ ზუსტად ეს ფული აღარ შემოდის იქიდან, ამიტომ რემიტანსებია მანდაც კი პრობლემები ჩანდა. ტურიზმზე რა მონაცემებიც იდო, იქ პრობლემები არ ჩანდა, მაგრამ ბევრ ადამიანთან საუბრით გამჭა შტაბებში, რომ ბოლო კვარტალი არ იდო და რომ ბოლო კვარტალში უკვე პრობლემები იყო და მათ შორის ალბათ აქციების გამო და ამ რაღაც პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც ამ ქვეყანაში არის სესხები, რომელსაც ასევე მთავრობა იღებს და ჩემი აზრით მანდაც პრობლემები შეექმნებათ, იმიტომ რომ ერთი არის პირდაპირ დახმარებები, რომელსაც გეხმარება და მეორე არის სესხები და ამ სესხებში დიდი ნაწილი არის ამერიკული ფული და ნუ გარდა იმისა, რომ ამათ უკვე იმიჯი აქვს იქ რომ რაღაცა ირანული და პროჩინური რაღაცა რეჟიმი არის და მაგის გამო შეიძლება ფულზე პრობლემა შეექმნათ. ისედაც ტრამპის და ტრამპთან დაალაგების გეგმას შეეშლება. ისედაც ეგეთი ხო USAID გააჩერა 3 თვით ხო? ხო, შეებოდა ერთადერთი რასაც უყურებდი შეებოდა ექსპორტი, რომელიც ძირითადად იდგა რეექსპორტზე და ანუ იქაც დიდი ეჭვი არის რომ რაღაცა სანქციების გოდითალით რუსეთში ხდება რაღაცა პროდუქციის გატანა შუა აზიის ქვეყნებიდან და მან თქონათ ერთადერთი კარგი მაჩვენებელი დანარჩენი ყველა წყაროსთან მიმართებაში იყო პრობლემა, მაგიტო ვიძახდი მე საჯაროდ სავარაუდოდ ლარს პრობლემები შეექმნება თქო და ეხაც მაგაზე ვარ რომ ლარს სავარაუდოდ პრობლემები შეექმნება. ეხა ეს საუბარი იმაზე რომ რაღაცა არაბეთიდან შემოიტანენ 6 მილიარდს რაღაც ეს სწორედ მაგაზე არის მიმართული, იმიტომ რომ ამას ეხა მე უყურებ რაღაც სტატისტიკას ეროვნული ბანკის და სტატისტიკას და იქიდან ვასკვნი, მაგრამ კონკრეტული ბიზნესები, მათ შორის სხვი ბიზნესი ისინი ამას პირდაპირ გზნობენ, ყოველდღიურად გზნობენ ჯიბეს და სინამდვილეში ეს განცხადებები არის მათ დასამშვიდებლად გაკეთებული, რომ ამ სხვილ ვიღაცა ბიზნესებს რომელზეც დგას რაღაც თვალსაჩინო რეჟიმი, ამ შვიდებენ რომ უგეშინიათ, ამ წყაროებზე კი გვაქვს პრობლემები ვალუტის, მაგრამ აი რაღაც ახალი წყარო გვაქვს, ეხლა ჩავიდა კობახიძე და რომელიღაცა შეიხი დაკერა, რომ იქიდან წამოიღო საქართველოში 6 მილიარდი. ნაკლებად მჯერა მაგისი, მათ შორის იმის გამო, რომ ეს სანქციების პრობლემა ყოველას პრობლემა არის. ემირატები მათ შორის იყო ერთ-ერთი ადგილი, რომელიც რუსეთის სანქციების გვერდის ავლის რაღაცა ის იყო და ნუ მოხდებათ მაგის გამო, ემირატებს მოხდება თუ ეგეთ რაღაცებს ემირატები რუსეთები არსებობს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები იცავს მას. ხო, მაგის გამო რუსეთი კიდე ხა ისეთი იმხელა ამბავია ბაზრის თვალსაზრისით, რომ ემირატებმა შეიძლება კიდე რაღაცა გარისკოს და რაღაცა იმასაც იმაიმუნოს მოდა საქართველოს გულისთვის აი ემირატებმა რატო უნდა ხო გაიფუჭოს ურთიერთობა ან ბრიტანეთთან ან ამერიკასთან, ცოტა რთულად წარმოვიდგენია, ხო? ამიტომ ნაკლებად ჯერა ეგეთი რაღაცების, ამიტომ მე ველოდები რომ ეკონომიკაში პრობლემები. თან აი აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რომელსაც აქვს თავის კაპიტალი, რაზე უნდა დაფუძნდეს ეკონომიკური თვალსაზრისით დიქტატურა? აი ეგ კითხვაც იჩნდება. არ ვიცი, ალბათ შეიძლება იმედი ქონდათ იმაზე, რომ იმის გამო რომ რუსეთი დასანქცირებულია, აქ რაღაცა შავ შემოვლით გზას გააკეთებდნენ, მაგრამ მაგას ჭირდება მინიმალური ნორმალური ურთიერთობა დასავლეთთან, რომ მაგ სისტემა მიმუშაოს. თუ დასავლეთთან იზოლირებული ხარ და ყველაფერი დასანქცირებულია, მაშინ შავახვრელათაც აღარ ვარგი ხარ რუსეთისთვის და მაგასაც ვერ გააკეთებ და ხო, ამიტომ ვარგი ხარ პრინციპში. არ ვიცი. ხო, არ ვიცი. არ ვიცი. ეკონომიკას როგორ უნდა უშალონ არ ვიცი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ზურაბ ჯაფარიძე იყო ჩვენი სტუმარი. თქვენ არ გადაერთოთ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით.
ორბი ჯგუფი გთავაზობთ კომერციულ ფართებს ბათუმში უკვე აშენებულ 8 სხვადასხვა პროექტში.